გადავიდეთ. ეს არის აკაკი მამალაძე. ნავაჯობთ ამსრეს საზოგადოებას და რუსთავი ორს. დაუსწრეს და დაუსწრებელს. თურქეთი რატო არის საყვარელი ქვეყანა? იმიტომ რომ ვიყავი. საქართველოში ხარ ნაყოფი? საქართველოში ვარ. საქართველოში როგორ ნაყოფი? იცი დიდი სად ხარ ნაყოფი? არსად მეტი. მეტი არსად. ირანში რო წახვიდე ირანი იქნება საყვარელი ქვეყანა. ნუ ამჟამად თურქეთში ვიყავი და ამიტომ მიყვარს თურქეთი. აი რა მოგეწონა თურქეთის? ნუ ადაწესები, თვითონ ქალაქი და რა ვიცი, თვითონ ყველაფერი. აირანი აქვს უმაგრესი. კი. აქვთ? აირანი. აუ, მე მაგრად მიყვარს. არა, ადაწესები. აქ შემოვიდა ჩვენთან რო იცოდა. აი აირანებია საზოშოთი. შემოსულია უკვე. ნაღდი აირანები. უდავედი ერთ რადერაც ნაღდია ეგ საკითხი. გემო კაი აქ. ვიყავით ერთად. აუ, цаრიელია ფურცელი, ას რა ვერ წაიკითხე. საყვარელი ადაზე ლეკვილო მისა სწორია თუ კარგი სახაზავით არის გაზომილი. ეს ჩინურია. ეს ჩინური. ეს ჩინურია. ეს თურქულია. ეს აფორიზმი ჩინურია. კარგი, რა ვიცი, აკაკის უსურვოთ წარმატება, შეგვიძლია დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ. ანუ შესავალი. რო გითხრათ, რას ვაკეთებ? თურქული იცი? თურქული ვიცი კი. კი ბატონო. ხმების იმიტაციას ვაკეთებ, თავიდან ეს დავიწყებ ჯერჯერობით. და მე ისტორიები და ანეკდოტები, რომლებიც არის ძველი, მაგრამ არ ამგონია ნიკა მიცოდეს. აბა ვნახო, ჩავთვათ რომ. ავარია დროში ჩავშდით. კი. 3 2 1 ანუ მინდა გავაკეთო ასაფრენი ბილიკიდან ავაფრინო თვითფრინავი. მარტო მე. აბა. მიშას გაერიმა. ამბობა. 50 ვარი შენიებ, შვენი ერთად. წასრაფად აფრინე. აფრინე ეგრევე დაძდა. კარგი იყო. გავაგზავნოთ ალბათ, ხო? კი, რა თქმა უნდა გავაგზავნოთ. მოვემზადოთ. აჰ, ბიჭო, როგორ არანაირად წამის გაკეთება შეიძლება მოვალ თქვენთან. თქვენთან მოვალ და ანიშნე როდის ჩავთვათ ან. ჩართი. ჩავთვე. ეხლა გავხსნი შამპანი ურსმე. ეს იყო. თუ შეიძლება ჩემს აღზრდ დალიეთ. დამექცა. და ასევე ბორჯომი, რომელიც იხსნება ასე. ასე. ეხლა ანეკდოტს გეტყვით. მატარებელში შედან სამი ადამიანი და ერთი ამბობს. ძალიანო ისაა, რა ქვია, დამთხეულები ვართ ეს ქართველებიო და რატო და ორი მეზღვაური წაიკითხა ჩემაც რომ როცა იყო ორსულათო და ორი შვილი ყავსო. ეგრევე ჩემმა სამი მუშკეტერი წაიკითხავ და სამი შვილი ყავსო და მესამე გადავარ და წავიდა გული და რა ხდებაო და ჩემი ცოლიო ალიბაბას და 40 ყაჩაღს კითხულობსო. ანუ ორსულად იყო. ესე. მაგდეს როგორ გააჩენდა კაცო? ეგ იყო ახალი ანეკდოტი? არა, ახალი არ არის, მაგრამ ცოტა ძველია. აი, ვადაგასული თხილი არის ამბავში გავიდა ეს. დალმატინელი. ასეთი მეტია უფრო. კარგია, ნუ ფაქტია რომ გაიგებთ 100 ვარი შენია. აბა რა შვებით? ვაგზელებ. ეხლა წავიდა ისტორიები. წავიდა ისტორიები. შესავალს გავაკეთე. აბა, მანიშნე როდის ჩავთ? ანუ ისტორია ასეთი არის. ძველი რომი. მიხაილოვში ხდება, სამატყლო მიხაილოვში. არის ბალზამი როშიკი. და რომელიც აკეთებს ბალზამს ასე ვთქვათ და ცოტა ისეთი აი ქალური ლაპარაკი აქვს ასე ვთქვათ. გარდაიცვალა მამაკაცი და მიდის თავის შვილი ამ გარდაცვლის რომ უთხრას ამ ბალზამის როშიკმა რა მოხდა და როგორ ჩართეთ. აი მოვიდა ეს შვილი თავისი და ეს ბიჭი ეუნება. იცით რაშია საქმე, აი მამა თქვენს ჩავაცვი, გავარსე, დავმარცხნე, გავალამაზე და აი ესე უშვებს საიქიოში. ვერავიგეძო მამა შენ რა ბალზამი როშიკი ხარ თუ დიზაინერი ვერ გავიგეო ასეთი რაღაც. არის მეორე ისტორია. ხდება ასეთი რაღაც სიტუაცია რომ იყო გარდაცვლილები 2 და მე თვითონ ვარ შემსწრე ამისი მითხრეს რომ შედი და გამოიყვანეს ათითაოთ ეს 2 გარდაცვლილი, მაგრამ შევედი და იქ იყო 3.
როგორც ჩანს, ერთ-ერთ ეგთანს დაუძინია შუაში და რატომღაც ხალი ახანეკო და პატარა იყო, მეთქი პირველს ამას ავიყვან და მოვკიდე ხელი, მაგრამ წამოხდა და არა, მე ერთანი ვარ, დამხმარე ვარ, არც ამიყვანო, შეეშინდა ასე. მე ჩემი დამიბართა. ასე. არის კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ვიყავით დაბადების დღეზე და გვერდზე მიჯდა სუქანი ქალი. და ველოდებოდით ვიღაცას და რომელიც არ მოვიდა кайხანი და თონის პური ძალიან მიყვან იმ პერიოდში წამჭამდი მე პურს და თონის პური და იმ პერიოდში ჭამდი მე პურს იყო სასაცილო. ეხა აბა ვიღა ჭამს პურს. ერთი წუთი ამოიწურა, ისტორიები ჩემი სუბიექტური აზრია ისეთი. პირველად გამოვედა ცოტა ვინებიღებ. ხო, ეგეც იყო ისტორიები ცოტა ოდნავ სუსტი იყო რაღაცა თურქულ რაღაცას გააკეთებთ, იმიტომ რომ თურქული ისაო თვითონ ენა ჟღერადობით სასაცილოა ჩვენთვის. ანუ ისტორიები ცოტა გრძელი იყო, მაგრამ შევამარჩენელო შევამცირე, მაგრამ მაინც. ნუ ახლა რაც ხდება თქვენი. ნუ სამწუხაროდ. კარგად იყავით, გავარია რომ გნახეთ და აიხარ, უგმესი მადლობა მოგზაურობისათვის. დიდი მადლობა რუსთავი ორს, რომ მომიწვია გააცინდა მოიგეში. სამწუხაროდ ძალიან კაი თამაშია, მაგრამ დრო არ მეყო და წავაგე, მაგრამ სხვებს გაუმართლებს და ყველას უიყო და მოვიდეს და ითამაშოს და მოიგონ ფული.